Მოხდა თუ არა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში. ამას რატო ვამბობ? ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილიც გთხოვთ, რომ რაღაც უფრო კონკრეტული მტკიცებულებები იხილოს, თქვა და მოხდა რაღაც ამის წარდგენა სასამართლოში, მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა, თუ იცით ეს დეტალები და რით პასუხობთ იმას, რომ ასეთი სერიოზული ბრალდება, როცა 300,000 ხმის გაყალბებაზეც იყო ხო საუბარი, 350,000 და ხმების მოპარვაზე, რა უჭირავს ოპოზიციას? მოდით აი პირდაპირ ამით დავიწყოთ, იმიტომ განცხადებები ბევრი გვაქვს მოსვენილი ამის დასამტკიცებლად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ჩვენ თავზე რო არ ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, სხვაგვარად დავიწყებ უშუალოდ მოსამართლემ 2-3 დღის თეთრიწყაროში რა დაადგინა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განიხილვა საქმე და დაადგინა რომ არც თუ ისე ცოტა უბანზე, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანზე ხო, ის ასე თქვათ მხარეში, რომელსაც ფარავს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, არჩევნები სერიოზული არა, უსერიოზული დარღვევით ჩატარდა, რომელიც გულისხმობს ფარულობის არარსებობას. ეხლა ეს არც მე მithქვამს, არც თქვენ გითქვამთ, არც ერთ ოპოზიციის ლიდერს და არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს და ამათ დავანებოთ თავი. მოსამართლემ სასამართლო სისტემაში მომუშავე ადამიანმა, რომელმაც მეც გამაკვირვა, არ მეგონა, და წინათ გითხრათ, პირველად მოვისმინე მისი განცხადება, მეგონა რაღაცა ტიპის თამაში, რომელიც შესაძლებელია აღქმის გაჩენას ემსახურებოდა, რომ აი სასამართლო სისტემაში განსხვავებული მოსამართლებიც არსებობენ, მაგრამ მე დავწუნდი, რომ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, კლანთან შეთანხმებით გაკეთებული. მან განიხილვა იმჟელო და დაადგინა, თუმცა ის კლანის წევრი იყო თქვენთვის მანამდე, ახლა ხელისუფლება პოლიტიკურია, მაგრამ არა, უბრალოდ არჩეული და სულ იყო საუბარი ამ მოსამართლეებზე, ხო, რომ ისინი არიან კლანის წევრები, ეგრეთ წოდებული თქვენ და არ ქვით. აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნია რა კატეგორიის საქმეებს განიხილავს მოსამართლე. ეხლა სამოქალაქო დავაზე, სადაც პოლიტიკური გავლენის ინტერესი არ არის, იქ მოსამართლეზე დარწმუნებული ვარ, ახლაც და წინა ხელისუფლების პირობებშიც ნაკლები ინტერესი ჰქონდა, რომ გაეკონტროლებია მოსამართლეები, მაგრამ საქმე, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ კატეგორიას, იქ სრული კონტროლი აქვს, ეხლა რა თქმა უნდა. ხო, და დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ხუჭვას გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. ხო, ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წარმომადგენლები დღეს თელი დღის განმავლობაში პასუხობდით რაღაცა მედიის წარმომადგენლებს ამ კითხვაზე, თურმე ბინარაზე და სხვებს რაღაცა მტკიცებულებები წავდგენიათ, კადნიერებასაც თურმე საზღვარი არ ქონია და ლიმიტი იქ ქართულ ოცნებაში, თურმე ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ამიტომ მტკიცებულებები წარმოადგენა უკვე მოსამართლემ ამ შემთხვევაში, ამით დავიწყებ. სხვაგვარად, ძირითადი უფლება არის, ნინო, ძალიან მოკლედ ძირითადი უფლება არის დარღვეული. მე რომ მკითხოთ არჩევნები თელ რეგიონებში საერთოდ ჩატარებული, იმიტომ ეს არ არის არჩევნები. დილის 8 საათი და საღამოს 8 საათამდე, როდესაც პირდაპირ ეთერში გიწევს ყოველგვარი ფარულობის გარეშე ხმის მიცემა იძულებით და შენ გაკონტროლებენ იქ უბანზე, რომ არ მოატყვილო ადამიანთა ჯგუფი. ყველა უბანზე იყო ასეთი მაკონტროლებელი. ყველა უბანი აბსოლუტურად. ძირითადად აქ მონაწილეობას იღებდა ქართული ოცნების მხრიდან, ანუ ამ ჯაჭვში აქტიურად რეგისტრატორი, ერთი რეგისტრატორი მაინც. ერთი რეგისტრატორი მაინც, რომელიც ხელს უწყობდა სხვა ადამიანების პირადობის მოწვევებით ადამიანებისთვის ხმის მიცემას, ეგრეთ წოდებული კარუსელის განვითარებას უწყობდა ხელს. მე მგონი ფოტო მასალები უამრავი ზღვა მასალა ვნახეთ. ჩვენ მაყურებელებს ნახა, უბრალოდ ვისაუბროთ სხვა თემაზე. პირადობის ნომერი ჰქონდა ამოწერილი. პასპორტი და ფურცელი ფოტო ვნახეთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ კიცებულება. ეს როგორ არის მხოლოდ არის რომ არანაირი ფარულობა არ იყო დაცული, ანუ შენ ხედავდნენ ვის აძლევ ხმას. მანამდე სახლში მოდიოდნენ საჯარო მოხელეების უდიდეს ნაწილს განსაკუთრებით რეგიონში აფრთხილებდნენ, რომ იცით რა, იქ რომ მიხვალ შენ და ხმას თუ არ მიცემ ქართულ ოცნებას, ჩვენ ამას დავადგენთ. ბოდიში, არა, იცით რამე დაგითხრათ, აი დინარაძის ბრიფინგიც ახსენეთ დღეს და სხვათა შორის ანალოგიური ბრალდება იყო ოცნების მხრიდან, რომ მათ მხარდამჭერებთან მიდიოდა ოპოზიცია და კომისიის წევრებად ნიშნავდა რეგიონში. არა, სხვა რამის თქმა მინდა, ასეთ რამეს ყველა პარტია შეიძლება ცდილობს. კარგით, ეხლა თუ მინდა ჯერა, ნახეთ, თუ შეიძლება რა ძალიან მნიშვნელოვანია. უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც მას შემდეგ რაც
საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება განიზრახა ხა ივანიშვილმა მთელი რიგი ნაბიჯებით, ხო? იმიტომ მას აღარ შეეძლო შუალედური პოზიციის დაკავება და ის განცხადებები გააკეთა და პოზიციები დაიკავა, რასაც შემდეგ მოყვა რუსული კანონის თაობაზე საზოგადოების აღშფოთება, რამაც ჩემის აზრით ახალი საქართველოს შოობა და მთელი თბილისი თვეების განმავლობაში მათ შორის მათი ამორჩეველი ყოფილი ქუჩაში იდგა და აპროტესტებდა იმასაც აპროტესტებდა და 3 წლის თავზე 300,000 პრაქტიკულად 270,000 ხმით მეც იღებს ქართული ოცნება პრაქტიკულად იმდენიდეს რაც 2012 წელს ქართულმა ოცნებამ მიიღო თუ არის თქვენ მაყურებელთა შორის ერთი ადამიანი მაინც ვისაც ჯერა რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად იმაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა 2024 წლის არჩევნებში ვიდრე 2012 წელს ჰქონდა რა არის აქ საკამათო რა არის აი რა არის საკამათო ეს ნორმალურია როგორ არის საკამათო არას ნიშნავს მე ვარ პოლიტიკოსი რომელიც 24 საათი მე ვარ 24 საათის განმავლობაში ვიყავი და ვიქნები ცდილობ ყოველ შემთხვევაში ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის საზოგადოებაში. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ქართულმა ოცნებმა თბილისში 53 პარტიებზე მეტი ხმა, იმიტომ რომ მეტი იმუშავა, ესე იგი თქვენ და თქვენმა კოალიცია გაცილებით მეტი კოალიცია ცვლილების დიახ, გაცილებით მეტი და სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსაც უნდა ქონოდათ შედეგი. ვერან ვერ დამაჯერებს ქართულ ოცნებას თბილისში აქ 53%. მიუხედავად იმას, ყველაფრისა, ვერან ვერ დამაჯერებს. მაგალითად და სამეგრელო ამ შემთხვევაში სადაც მე მთელი აი თითქმის თვენახევარი გავატარეთ ყოველდღიური შეხება მქონდა ალბათ ეხლა ეს სამეგრელოს ამორჩეულებს ვიყურებს ხოლმე თბილისელების ყველანი რომ ქართულ ოცნებას იქ ყოველი მეორე ადამიანი უჭერს ხარს წარმოუდგენელი ანუ დარღვეულია ფარულობა ნიშნავს ეხლა მე თქვენ პირდაპირ ეთერში მაიძულოთ და ხმა მიმაცემინოთ ხო და მოდით კითხავთ რა ერთი ამაზე მაქეს ეს არის კონსტიტუციური უფლების ფერხლის გათხოვება ეს მხოლოდ და მხოლოდ არის საფუძველი რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს, რასაც აპელირებს და მოდი მივიდეთ მაგამდე. არის ეს საფუძველი თუ არა? ზუსტად ეს ამაზე ვაკითხავთ. მაგას ამას ვაბო. პლუს ხმის უფლება წართმეული იქონდა 100,000 საქართველოს მოქალაქეს განსაკუთრებით გავყვებით თქვენთან ერთად. მოდით გავყვეთ. მართლა მაინტერესებს გულწრფელად და იმიტომ. ერთი. თქვენ ამბობთ რომ ვერავინ დამაჯერებს. ეს არ არის ის არგუმენტი. შეიძლება ასე არა, დავსვამ კითხვას და სულ გავჭირდები, არ წვაპირებდები. მართლა ვამტკიცებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, მე რო ვკითხოთ, არ გაყალბებულა ნამდვილად ამ ქვეყანაში არჩევნები რამდენიმე რეგიონში საერთოდ არ ჩატარებულა. ამ ქვეყანაში დაიწერა არჩევნების შედეგები. და თუ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ იმის არ იყო სახალხო დამცველობა გამოვიდა და უნდა ამტკიცოთ, მაგას გეკითხებით ზუსტად, გეტყვით რა უნდა ამტკიცოთ. დამტკიცებულია და ბევრი კიდე მტკიცებულება იქნება. აი, მანდ მივდივარ ზუსტად, ერთია მჯერა და ახმები. არა, ხო და მაგას, ამიტომ მივიდეთ ფაქტებამდე. ფარულობის დარღვევა, თეთრი წყაროს სასამართლომაც დაადგინა. ჩვენც ნახეთ ხმისუფლების, ხო? ხმის ფარულობის ისა დარღვევა. კი ბატონო, ეს შავი წერტილიც ყველა. ფარულობის დარღვევა ერთია, თუ ამას დარღვევა ქვია, არ არსებობა. ეს ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაა არჩევნების პროცესში, რომელიც კონსტიტუციურად არის გარანტირებული და მეორე საერთოდ ხმის უფლების არ მიცემა. 100,000 ადამიანისთვის საერთოდ აი ამას ვიქცევთ, მანდ მივიდეთ. სად არის ეს პირადობები ან 100,000 ადამიანი საზღვარგარეთ ითხოვდა, რომ დაგვარეგისტრირდეთ, ვერ რეგისტრირდებით, მაგრამ რაღაცნაირად დარეგისტრირდნენ, მაგრამ უბნები არ გაუხსნეს, საარჩევნოებს კი სხვა საკითხია. ანუ აქ არ არის მხოლოდ ფარულობის საკითხი, აქ არის ხმის უფლების საკითხიც. პლუს ეხლა ათასობით პირადობის მოწყობები, რისთვის ჩამოართეს ამ ადამიანებს. აი მართლა რისთვის ჩამოართეს, ამ მტკიცებულებებიც ხო ვიხილეთ. კი ბატონო, შემიძლია დავაანონსოთ თქვენს ეთერში, რომ უახლოეს პერიოდში ვიდეო, აუდიო და სხვა სახის მატერიალურ მტკიცებულებებსაც იხილავს საზოგადოება. ეს გეთანხმებით არ დარჩება. არ დარჩება. ძალიან სერიოზული ბრალდება. ქვეყანაში ერთი ადამიანი 300,000 ხმა მოიპარეს მოყარული. ამას ჭირდება მტკიცებულება. უბრალოდ აქ წინასწარი განწყობის საკითხია, ხო? აქ ეხა ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელი რომ შემოიყვანო ის ადამიანი რიყეზეც რო ჩაიყვანო იქ ქვას ვერ დაინახავს თუ არ უნდა არ არსებობს აქეთ გეუბნებიან ოპოზიციას რომ შენ გააყალბე არჩევნებიო ეს არის ეს საზოგადოება აი ქართული ოცნების ნაწილი საზოგადოების თუ ამას საზოგადოების ნაწილი ქვია რომელიც ხელისუფლებაში არის დაუმსახურებო და აუცილებლად რომელიც კმარავს შენ არჩევნას ჩვენ კი არ მოყარა კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომერ 4 და სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს და კი არ გაგვიყალბა შედეგები რა თქმა უნდა
აბა ვის მოპარა? ეს არის ძირითადი ვის მოპარა მაშინ ხმები? ბრაზის საფუძველი შესაძლებელია. ხო, რაღაც შედეგები არა ძირითადი. მოპარა ქვეყანა, ვის მოპარა? სახელმწიფოს მოპარა მომავალი. ვის სასარგებლოდ გაწეული ხმები ოპოზიციის? ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო ვართ. ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო ვართ და 2020 წელს ხელისუფლება არჩევნებს არ ატარებს და 2020 წელს 2012 წლის შემდეგ 12 წლის თავზე იფიქსირებს პრაქტიკულად რეკორდულ გადაამლაშეს ნინო გადაამლაშეს აი ამ შემთხვევაში სიმართლე უნდა გითხრათ ამ ხარისხის და მასშტაბის გაყალბება მათ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ მიზნად დასახული შემოეყალბათ ამ ხარისხში პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ არ იყვნენ დარწმუნებული რომ მცირე ხარისხის გაყალბება მათ უშველდათ საერთო ჯამში მიიღეს ის მოცემულობა რომელიც უტოლდება ანუ 2012 წლის 1 ოქტომბრის მაჩვენებელს ახლა მართა როდესაც არ ვიცი ჩემი ოჯახის წევრები ჩემი სამეგობროს 99% მეზობლები მეგობრები აი ყველანი წავიდნენ და ქართულ ცემას მიცეს ხმა აი ოჯახი მშობლებით დაწყებული, ჩემი დიდ გაგრძელებული და კარის მეზობლით და აი ყველა ვინც გამარჯობა როგორ ახლა ნახოთ ვიცნობ. ხო, მაგრამ იგივე რეგიონებში ეს ადამიანები ძალიან ბევრი ხმა აიღეს მე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მქონდა საუბარი ოცნება, სადაც რეგიონებზე ვლაპარაკობ, სადაც მაგალითად პირდაპირ მითხრეს, რომ აი სამცხე ჯავახეთში ახალქალაქში არავინ არ ყოფილა ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის დათხოვს გეუბნები. წარმომადგენელი არ ყოლია და არ უნახავთ ადგილობრივი ვიდეო მტკიცებულებები სხვა საკითხია, როდესაც ამორჩევლები საუბრობდნენ რომ 150 ლარი გადამიხადეს, 100 ლარი გადამიხადეს, მათ შორის სხვა იმ რეგიონში, რომელსაც თქვენ საუბრობდით, ეს კიდე სხვა ტიპის დარღვევა რგულად რო ვთქვათ. მოკლედ, აქ არის უბრალოდ წინასწარი განწყობის საკითხი, თქვენ შემთხვევაში შესაძლებელია მათ არის ჟურნალისტებთან და ვალდებული ხარ და დაუშვათ კითხვა, მაგრამ თუ ეს უნდა გავხდარიყო ეხლა ჩვენ შორის საკამათო საკითხი. არა, მე მტკიცებულებები მაინტერესებს რა აქვს ოპოზიციას, ამიტომ კამათობ, ვცდილობ როგორ მოიპარეს 300,000 ხმა. ამაზე გავიგო პასუხი. დაიწერეს. ხო და როგორ დაიწერეს ეს ხო არ არის ამგედა დაიწერა. რაღაცა გაყალბებისთვის მექანიზმები გამოიყენეს და ამას გეჭირდება მტკიცებულება, ამას გეკითხებით მაშინ ეს სახელმწიფო ინსტიტუცია, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ერთ პარტიაზე. დაწყებული იუსტიციის სამინისტროდ გაგრძელებული ანუ ეს ადმინისტრაციულ რესურსზე საუბრობთ ხო ანუ ბევრ ამაზე მთელი სისტემა მუშაობდა ერთ პარტიაზე მუშაობდა კაპიტალიზირებდნენ სოციალურ დაუცველებზე პასპორტებს ართმევდნენ ან აიძულებდნენ და აიძულეს კიდევაც პირდაპირ ეთერში მიეცა და წარმოვიდგინეთ თქვენთან სახში მე რო ყოფილიყავი კარგი სოციალურ დაუცველი და ოჯახის წევრებს ყოლოდა სოციალურ დაუცველი და 700 ლარით ყოფილიყავი ხელისუფლებაზე დამოკიდებული და ასობით ათასი ადამიანია სამწუხაროდ მილიარდერის პირობებში ამ 700 ლარზე დამოკიდებული უკეთეს შემთხვევაში და თქვენ სოციალური აგენტი რო წინაღამით ჩემთან სახში მოსულიყავით და ასეთი ვიზიტები იყო უამრავი წინა დღეს და იმის დღეებში და გაგებთხილებიეთ რომ ნიკა გენაცვალე 700 ლარს იღებ შენ შვილს ამით ყვებავ შენც ამით იკვებები არ ყოფნის მაგრამ 700 ლარი რაღაცას ნიშნავს ხო შენთვის ხმას თუ არ მოგცემ ამას იქ ჩვენ აუცილებლად დავაფიქსირებთ აი ასეთი რეპრესია იყო სოციალურ დაუცველთა მიმართებაში პატიმრების ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ხო ეხლა და სხვადასხვა მიმართულებებით არ ვიცი მოწყვლადი ყველა ჯგუფი პრაქტიკულად აიძულეს რომ ხმა მიეცათ ქართული ოცნებისთვის ამით არ დაკმაყოფილდნენ და უბრალოდ წარმოუდგენელი ხარისხის კარუსელი ჩაატარეს სიცილიანობის იმაშიც ხომ მეთანხმებით ეხლა 200,000 დაკლები იყო თუ მეტი ხმა თქვენი მოსაზრებით რუსთავი ორის ეთერში არ მგონია არ დაგიმალოთ არ მიდევნებია თვალყური და დარწმუნებული ვარ ეხლა პოლიტიკურად კორექტული რატო გაუშვებდით ამას ხო კონკრეტული მტკიცებულებები იყო კონკრეტული მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი როცა სკოლის დირექტორები საკუთარ კაბინეტში შტაბად ქცეულები იყვნენ შტაბის უფროსებად და იმავე სკოლის შენობაში გვერდით ოთახში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და სხვისი პირადობის მოწყობებით უпростоრეთ პირადი ნომერი ამოწერილი ხალხი პასპორტში ჩადებული შედიოდნენ
გამყაბებელი რეგისტრატორი ხდებოდათ, ის ატარებდა შესაბამის ადამიანთან ამ სქემისთვის ბატონი, აი ამაზე მინდოდა წეღანაც მეკითხა. აპარატში შეიყვანდა. მე მესმის თქვენი თვითრწმენა, მაგრამ აპარატში შეიყვანდა, არ წმენა არ არის, კონკრეტულად მტკიცებულება შეიყვანდა. საზღვარგარეთ ყოფი ადამიანის პირადობის მონაცემებს და ეს აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანი ხვასაძე და მისაწვდომი. ეს მარტივი რეგისტრატორი ხო ვერ მოხდებოდა ბატონო ნიკა. თუ ესე გადართეთ ცოტახანი ზოგჯერ პერიოდულად სხვა არქივებში ბატონო ნიკა დავსვავ შეკითხვას. აქ ვერ ნახავთ ამას. ყველაფერს უყურებს, ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს და სწორედ ამიტომ ჩდება ეს კითხვები. აი მომისმინეთ, თქვენ ამბობთ რომ ამას აკეთებდა რეგისტრატორი. წარმომადგენინეთ, მეც ვიყავი ხმის მისაცემად უბანზე შევედი. რეგისტრატორი იყო ალბათ ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში. მithumetes მინისტრი და არ ვიცი ყველა მინისტრი. სხვა რამე მინდა დამასრულებინეთ შეკითხვა ძალიან ვთქვათ. უბანზე თქვენ ამბობთ რომ უბანზე პასპორტებით შექონდათ პირადი ნომრები, ფურცელზე დაწერილი ხო და რეგისტრატორი ეხმარებოდა. გავიგე, მე უბრალოდ მინდა წარმოვიდგინო 3000 უბანზე, ესე იგი 3000 მინიმუმ რეგისტრატორი, დამკვირვებელი აქ ვინც ასხამს, ბიულეტენი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, მეც თქვენც ალბათ ხო უბანზე, თქვენი დამკვირვებლები. ეს ყველა მოსყიდული იყო, ანუ საუბრობთ რაღაც 30000 ადამიანზე. ყველა რატო აბა ყველა უბანზე რეგისტრატორები როგორ ატარებდნენ ამ იცოდა კონკრეტულად ვის უნდა მისულიყო ადამიანი რეგისტრატორი, როდესაც ხდება ის ატარებდა 3 რეგისტრატორი იყო. მინიმუმ 1 რეგისტრატორი ხა ჩვენი მოკვლევით იყო ამ სქემის საკვანძო პირი. ეს ასე ხა სხვაგვარად ხა აბა როგორ წარმოგიდგენიათ როგორ ცნობილია ამ რეგისტრატორების კონკრეტულ პირებზე ამბობთ კონკრეტული სახელი და გვარებია ცნობილი. მაგალითად ჩუღურეთის რაიონში. არ გეჩხუბებით ეხლა რა გეჩხუბებით. არ გეჩხუბებით შეიძლება ადამიანი კითხებს მისვამ როგორ არ გიჯერათ რომ ანუ კითხები არსებობს კონკრეტული სახელი და გვარები არის ცნობილი დაახლოებით 80 კონკრეტული ადამიანის უკვე რომელმაც ვინც მიიღო მონაწილეობა გაყალბებაში კონკრეტულ დღეს, ანუ არჩევნების დღეს. სად არიან ეს ადამიანები? სად არიან? ახლა საჯარო სამსახურებში ზოგი სკოლის დირექტორია და შესახებ იგივე გამოძიებას ამას ატუარებენ. რა თქმა უნდა, არის ეს საჯარო გახდა. ამაზე გადაცემები მომზადა. მაგალითად, ჩუღურეთის რაიონში, მთელი ჩუღურეთის რაიონის, აი ერთ რაიონის მაგალითზე გეტყვით. ჩუღურეთის რაიონის მთელი სქემა არის გამოაშკარავებული. აი, ყველაზე მინიმალური ხარისხის მქონე გაყალბების და როლის შემსრულებელი ადამიანი კი მარჩევნების დღეს, ვისაც ჰქონდა და ყველაზე დიდი როლი ვისაც ჰქონდა დაკისრებული, ყველა ეს ადამიანი არის გამოაშკარებული სახელებით და გვარებით და ჟურნალისტები. ესენი მტკიცებულებება გამოძიებაში ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა იმის ილუზია, რომ ეხა ხელისუფლება ვინც თავად ეს ხალხი დაასახმა ამ კრიმინალურ სქემაში დაჟის არ აქვს მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა. ხელისუფლება შეიცვალა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი და ყველა ეს ადამიანი ანუ დაიჯება ამას ამბობს ბატონო. პასუხს აგებს, ეხლა დარწმუნებული ვარ და აუცილებლად ისაუბრებენ მინიმუმ. არა დაიჯება რა, არავინ არ უნდა დაისაჯოს, რომელიც ის ადამიანი, ვინც ტყვეობაში და ტყვეობაში მყოფი ადამიანი ხმას უკეთესად თხოვაში მათთვის ვერ იღებს და უარი შემთხვევაში გაყალბებაზეც კი მიდის. ახლა ელჩი ამერიკაში შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ან ბრიუსელში რომ დასაჯო, როდესაც პრაქტიკულად კურსი ამ ადამიანმა ყისიერად შეცვალა დასავლეთისგან რუსეთისგან დასაჯო, არა, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს დაეკისრება. ნამდვილად, მაგრამ რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მონაწილეობა მიიღეს, რა ვიცი, მე არ უნდა დავსაჯო, თქვენ უნდა დასაჯოთ და კანონმა უნდა დასაჯოს. დიახ, უნდა დასაჯოს. აი, ჩუღურეთის ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის კაბინეტშიც იყო მოწყობილი შტაბი. სამართლის დანაშაულია ზოგადად. არა, უნდა კი დასაჯოს და თუნდაც სისხლის სამართლების პასუხისმგებლობა დაეკისროს და თუნდაც საპატიმრო ვადა მოიხადოს ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფას მივდივარ, მოქალაქე ვარ, მინდა ცვლილებები, ხახნო 12 წლის თავზე, აი, სულ რო ანგელოზები იყვნენ ხელისუფლებაში. სულ რო ანგელოზები ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, იცით? და არანაირი გადაცდომა არ ქონოდათ. სადაც 12 წელი ხარ, იქ განვითარების შანსი უბრალოდ აღარ არსებობს. და ასეთ შემთხვევაში ახალი იმპულსია საჭირო, რომ პროგრესის შანსი გაუჩნდეს ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დაწესებულებას. 12 წლის განმავლობაში თონეშიც კი ნინო თუ არაფერს არ შეცვლი და პურის მცხობელსაც არ შეცვლი, პურიც ვეღარ გამოცხება. ეხლა 12 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მართვის
პროცესში ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სკეთებით შევთანხმდით ერთი წამით სულ ანგელოზებიც იყვნენ, ეს სახელმწიფო განწირულია რეგრესისთვის, განწირულია დეგრადაციისთვის. ეს დაინახა აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა მოსახლეობის და თქვა რომ მე ცვლილება მინდა არ ნიშნავს რომ ზედა მთვარე ამომდის კოალიცია ცვლილების 4 ნომერზე ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფზე, მაგრამ იმაში კი დარწმუნდა ისტორიული შანსი. აი ზუსტად ვადმივდით. ისტორიული შანსი არის კოალიციური მმართველობისა, რომელიც ამ ქვეყანაში არასოდეს არ ყოფილა და ახლა იყო 27 ოქტომბრიდან შანსი, მაგრამ გადავარდა მცირე ხნით და პლუს იმაშიც დარწმუნდა ნინო რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველა კარი პირველად არის გაღებული და უბრალოდ იქამდე მისასვლელი გზა ჩახერგილი აქვს ამ ადამიანს ივანიშვილს. ამიტომ მოდი რა წავალ არჩევნებზე და მართლა ყველა წავიდა არჩევნებზე. ეხლა არ ვიცი ყველა ოცნების მომხრეებიც. ოდესა კაცი ქონდა გამოცხადებული მართლმსავალს და ისინი წავიდნენ. ოცნების ეხლა ნახეთ თქვენ რა გინდათ ვეთქოთ რომ თბილისში მაგალითად ქართულმა ოცნებამ უფრო მეტი ხმა აიღო. არა მე ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, იმიტომ რომ ეს არგუმენტია, პოლიტიკოსი ვარ, მე არა ვარ მოსამართლე. სულ რომ 300,000 ხმა მოეპარა მილიონასოციზე დაკლებს 300. ეს ხმები ქართული ოცნების ამორჩევლები არიან ბატონო. კარგით, ეხლა კარგით, დაუშვათ გამოყევით ამჯელობაში. მაყურებელს შეიძლება რიტორიკულად ვკითხო. თუ თქვენი რუსთავი ორის მაყურებელი ახლა ვინც გვისმენს დაიჯერებს თქვენს არგუმენტს, დაიჯეროს, გაგიმარჯვოთ თქვენ. თუ მე დამიჯერებ, გაგიმარჯვოთ ორჯერ, ოთხჯერ გაგიმარჯვოთ, იმიტომ რომ სიმართლე ეს არის. თუ თბილისი არ ვიყოთ ერთი წამით. ქართულმა ოცნებამ გაცილებით მეტი ხარდაჭერა მოიპოვა თბილისში. თბილისში ხალხო, რასაც თქვენ უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, 1 თვის განმავლობაში თბილისში თვალყურს ადევნებდით. მთელი თბილისი აპროტესტებდა ივანიშვილის ხელისუფლებას, ხო? უფრო მეტი ვიდრე უკანასკნელ არჩევნებზე აიღო. უკანასკნელ არჩევნებზე 2020-2021 წლებში. გავიგე ეს იმაზე მეტი როგორ აიღო? ამით დავიწყეთ საუბარი. მინდა რომ არარსებობს თბილისის ქუჩებში, ეხაც დავდივართ. შეუძლებელი არის ხალხო ამის აზრი კონსოლიდირებული ერთ რაღაცაში გეთახმებით. ოპოზიციის წარმომადგენლებს ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ გადასწორების გაყალბებაზე და ნამდვილად ასე იყო, მაგრამ იცით საერთაშორისო ჩვენს თანამეგობრობასაც კი ვერ ვარწმუნებდით ბევრ კონკრეტულ ფაქტებშიც. იყო 2020 წელსაც მსგავსი პრეტენზია, თუ ამას პრეტენზია ერქვა, როდესაც მეც ვსაუბრობდი მეგობრებთან თქვენს ეთერში რა იქადრა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ბევრს არ ჯეროდა და არც და მე შევიდა ხო ოპოზიცია ზუსტად ამოლაპარაკებების შედეგად შტატები და მთელი ევროკავშირის ელჩის მედიაციით კი ბატონო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ დაეწუნებია ოპოზიციის წარმომადგენლები რომ პარლამენტში შესულიყვნენ და ნუ ამ გადმოსახედიდანაც რაღა დროს ამაზე საუბარია, ნუ სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა, ხო? მაგრამ კონტექსტი იყო სხვა. არის კონსოლიდირებული არჩევნები გაყავდა საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნითაც ობიექტურად მსჯელობის შესაძლებლობის მქონე ადამიანი ყველა გეტყვით. აი ელჩიდან დაწყებული, აი ვაშინგტონით გაგრძელებული და ბრიუსელით კიდე გაგრძელებული და არ ვიცი, ახალ ოკელით დამთავრებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყავდა და კონკრეტული ფაქტები არის წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით და მათმა მოსამართლებმაც ეს დაადასტურა. კარგით, მოდით გადავიდეთ პროტესტზე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება. თქვენ გითხრობთ რომ ცვლილებების დროაო. არ მეგონა. არა, მტკიცებულებების მაინტერესებდა და მაინტერესებდა თქვენი პასუხები. არ მეთანხმებით რომ უსერიოზულესი ბრალდება ამ უპარვარჯერების და 300,000 სტატირება არის, ბრალდება. ხო და ეს მაინტერესებდა რა ფაქტები გაქვთ და რა მტკიცებულები, მან ხოლოს ჟურნალისტური გამოძიებას ვერ გავარჩევდი ამ სტუდიაში. არა, ამიტომ მაინტერესებდა პოლიტიკური ლიდერისგან რა მტკიცებდა, ამით ამათი კითხვებს ვისვამთ. არსებობდა ადამიანი ამორჩეველი ვინც საარჩევნო უბანზე გამოცხადდებოდა, ხმას მიცემდა რომელიმე სუბიექტს და ეს დარჩებოდა შეუმჩნეველი. ეხლა ამას CSKO-ს თავმჯდომარე და ხელისუფლება ლაქას ეძახის, ესე ლაქა კი ბატონო ჩანდა, მაგრამ იქ ვერ გაარკვევდიო. მეტის კონკრეტული იმიტომ რომ ჩვენ რაღაც CSKO-ს ექსპერიმენტიც ვნახეთ და კონკრეტული ინსტრუქცია როდის არჩევნებამდე. არა, ეხლა რო ჩაატარა, რო გვაჩვენა, რომ თქვა და ბიულეტენი თუ კი კონვერტში არის მოთავსებული, სწორად არ ჩანს წერტილი. ადამიანის მოთავსებული ჩანს, ამას ვიხილავთ ჩვენ რა, ვიხილავთ კიდევ და კიდევ მეტ კეთებულებას. დაწყებული იქიდან რომ უბრალოდ პრაქტიკულად ღია დარბაზში უწევდათ ამ ადამიანებს სახით დარბაზისკენ ხმის მიცემა, ადრე იყო კედლისკენ ხდებოდა ხახსოვთ ხო? კაბინაში შესვლა და შენ სახით კედლისკენ იყავი, ინსტრუქცია ჰქონდათ ამ
საჯარო მოხელეთა დიდ ნაწილს რეგიონებში განსაკუთრებით, თუ თავს შენ ქვევით არ ჩაწევ, ეხლა რაც უნდა გაგეცინოთ, ხო? ხო, ნიშნავს რომ შენ რომელიღაც ოპოზიციურ ჯგუფს ხაზავ, იმიტომ რომ დიდი გზელი ბიულეტენი იყო და 51 იყო ბოლოში და თუ შენ ჩაწევდი, ეს იყო პირველი საკონტროლო პუნქტი და ამას უყურებს 4-3 ადამიანი. მანამდე 100 ადამიანთან სახლში არიან ნამყოფები და კონკრეტული ადამიანები არსებობენ ამისა. აქედან დაწყებული უშუალოდ აპარატში სანამ შეაცვლება დრო ნამდვილად არა გვაქვს დასაკარგი ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს. ხო და ამაზე მინდა გითხრათ რა ფორმით აპირებ პროტესტს ეს რა დამჭირდა? არჩევანის უფლება წაგვართოს საპროტესტო ხმის უფლება ვერ წაგვართვეს. ხო და ბატონი, აი უყურეთ თქვენ საუბრობთ რომ ყველა ფიქრობს ესე ყველა აღშფოთებულია და სწორედ ამაზე მინდა გითხოთ, როდესაც ამბობთ ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ისე და ინფორმით ისვლებოდა, როცა სულ ცოტა ხნით ადრე, რაღაც გარკვეული პერიოდით ადრე, ბევრი ადამიანი, მათ შორის მედიაში და სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული ხალხი არ იყო ამ მოლოდინით, მაგრამ ეს ხდებოდა, ეს მართლა ასე იყო და მით უმეტეს ახლა ასე იქნება. აი, ქართული ოცნებისთვისაც მოულოდნელად დაინარცხებიან ისინი, რომ არც სიმართლე მათ ხარის არ არის. და რაც არ უნდა იდგნენ და ბრიფინგები და პრესკონფერენციები რატომ უნდა ოპოზიცია. ხო და რა ფორმით მოდი ესეც მიპასუხეთ ბატონიკა, თქვენ პროტესტსაც ხომ მოყვას და სხვადასხვაობა. თქვენი ამ მომრჩევლების მხრიდანაც თავიდან იყო რომ რაღაც სადმართავთ პროტესტს, რავშვებით, ვიხილეთ აქცია რუსთაველზე, შემდეგ სააპელაციოსთან და თქვით რომ რაღაც წერტილოვანი აქციებით ამას აყვება მთელი თბილისი. აი გულწრფელად მინდა გითხოთ, თქვენ ამბობთ რომ დავდივარ ყველას ვეკითხები, ყველა ფიქრობს რომ გაყავდა არჩევნები, თქვა თქვენისაც ეს ხო და აი ამის თქვა მინდა ამის მუხტი თუ იგრძნობა და როდის გეგმავთ ან იქ იყო რაღაც კონკრეტულ დროს თქვენ თქვით იქნება დიდი ეს პარლამენტში შესვლას უკავშირდება თუ ანუ გეგმა როგორია ოპოზიციის იმიტომ ჯერჯერობით ხედავთ ეს წერტილოვანს როგორც თქვენ ამბობთ პროცესი რაღაც მცირე პროტესტებს ადგილაზე რომელსაც შენელება არ უწერია მართლაც უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა არის ქართული ოცნებისთვის რაც არ უნდა ეცადონ რომ ისეთი შტაბ-ეჭილება შეიქმნან თითქოს ისინი არ დარდობენ არ განიცდიან ზღვამტკიცებულებები იქნება დამერწმუნეთ რა აი თვითონ დაყრიან ფარხმას და თვითონ ჩაბარდებიან ქართულ ხალხს ამაში ვარ დარწმუნებული კაპიტულაციას გამოაცხადებენ კონკრეტული უამრავი ზღვა მტკიცებულებები იქნება და არა ნიკამელიას მოყოლილი და რომელიღაცა პოლიტიკოსის კონკრეტ თქვენ დაინახავთ და მოისმენთ მეტი რა გითხრათ ოღონდ ზღვა მასალა იქნება ეს ბევრი ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულები იქნება ასახული ამ მტკიცებულებებში და მერეს თუ ვერ დარწმუნდით იმაში რაშიც საერთაშორისო საზოგადოება ბატონიკა უნდა დარწმუნდეს მაყურებელი მე იმ კითხვებს ვსვამ რომელიც არსებობს მოდი დამეთანხმეთ და ჭირდება მტკიცება კიდე გეუბნებით 1,100,000 ხმაც რომ ვერ აეღოთ თქვენი გათვლიდან ნაკლები რაც აიღეს ის 100,000-ობით ადამიანი ხო ქართული ოცნების მხარდამჭერია ხო ჭირდებათ მათაც პასუხები მაშინ თუ თქვენ ამ მტკიცებებს ნუ გიკვირთ შეკითხვები გიკვირთ იმიტომ რომ აღარ ვსვამ ხშირად შეკითხვებს სტუდიაში კატეგორიებით ოდესაც მისვამ მტკიცხვაზე აი ესეთი ზოგადი არგუმენტით გიპასუხებთ მაშინ რომელიც ჩემთვისაც ზოგადი სრულობითაც არ არის 850,000 ხმა იყო თუ რაღაც 860,000 დაახლოებით უკანასკნელ არჩევნებზე ქართულ ოცნებაზე ეხლა იყო დაახლოებით 1,200,000 კიდე ანუ ეს რეალობა დგას ქვეყანაში სადაც თითქმის 300,000 მეტი ხარდაჭერი დაიბადა ქართული ოცნების ქვეყანაში დაიბადა გას თუ ოპოზიციას მოაკლდა და ქართულ ოცნებას დაემატა რა ვიცი მე ვფიქრობ ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ახლოსაც არ არის ეს რეალობა ახლოსაც ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უკაცრავად უნდა დავასრულო ეს ყველაფერი გავიგე ტრამპის თემაზე მინდა გითხოთ დღეს შეერთებულ შტატებს დღეიდან უკვე ახალი პრეზიდენტი ყავს არჩეული დონალდ ტრამპი იცვლება ამერიკაში ადმინისტრაცია შეცვლის ეს რაიმე საქართველოსთან მიმართებაში მე ვნახე დღეს თქვენი კომენტარი ეს ვერაფერს ვერ შეცვლისო ქართული ოცნებისთვის ანუ ზოგადად საქართველოსთვის მოდი არ მინდა ქართული ოცნებისთვის ფიქრობთ რომ მიდგომები იქნება სხვა და ხო საქართველოს ქართული რა მოლოდინი გაქვს ტრამპთან მიმართებაში და რა ეს ილუზია არავის არ ხონდეს ასე არ მოხდება რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების დამოკიდებულებას ჩვენს
რეგიონთან დაკავშირებით და ჩვენი სახელმწიფოსთან დაკავშირებით შეუძლებელია იქაური პოლიტიკური სამართლების სისტემა სხვაგვარად არის მოწყობილი. ამერიკელებმა მიიღეს ის გაწოდება, რომელიც მიიღეს, მეტიც ყველა პოზიცია უკანასკნელ პერიოდში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვეების განმავლობაში, ძიმე არასასიამოვნო ამ ხელისუფლებისთვის პოზიცია, დამოკიდებულება, სამართლებრივი რაღაცა აქტი იყო, რაც გამოცემულა რეზოლუცია იყო ორპარტიული. სადაც რესპუბლიკელების და დემოკრატების ერთად თანხმდებოდნენ, რომ ქვეყანაში ილახება ადამიანის უფლებები, იზღუდება თავისუფალი მედია, ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ხარს უჭერდა ორპარტიული ძალა. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტია. მე უკანასკნელ პერიოდში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ვინცა თავარმა სახემ ტრამპის კამპანიისა, ხო, უძიმესი განცხადება გააკეთა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, ხო? ეხლა ეს ყველაფერი მოითხოვა პრაქტიკულად საერთაშორისო დონეზე ჩართულობა მტკიცებულებები კი, ეხლა როდესაც ეს ყველაფერი უკვე მოხდა და კვლავ ვიღაცამ შეიძლება ეხლა ქართულ ოცნებაში, ხელისუფლებაში ხარშუტულად ვარაუდი გამოხატოს, რომ იცით რა ეხლა ტრამპმა გაიმარჯვა და რაღაც ეხლა შეიძლება გვეშველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს უბრალოდ აზრს მოკლებულია და გამორიცხულია ამაში დარწმუნდებით უახლოეს თვეებში, რომ ეს ასე ვერ იქნება და არც იქნება და არც შანსი აქვს არჩევნების გამყალბებელ ხელისუფლებას რაიმე ტიპის თანასწორი ურთიერთობა ან პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს ადმინისტრაციასთან, რომელიც ავრცელებს და ტირაჟირებს დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებს და შენ აქ აპყარებ ოლიგარქიულ ავტოკრატიულ რეჟიმს. როგორ შეიძლება ეს ორი ძირითადი ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავებული თანაცხოვრებდეს? ეს ოქსიმორონია, გამორიცხულია და თუ არა და აგერ რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მოენატრებათ წინა ადმინისტრაცია ნამდვილად. მადლობა დიდი, რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს, რომელზეც ცოტა გაბრაზდით და თქვით რა კითხვები არსებობს. მოდი შევთანხმდეთ და მადლობა რომ გვიპასუხეთ. არა, ეს შეკითხვები, რაზეც მინდოდა პასუხი მიმეღო. არანაირი რიტორიკულ კითხვებს სხვა რეალობა დგას, აი თქვენთან სტუდიაში სხვა რეალობაა და ქვეყანაში არის სხვა რეალობა. ვერ დაგეთანხმებით, აბსოლუტურად გავუხომ რა ხდება ქვეყანაში და რეალობასაც ვიყავი, ჟურნალისტი ვარ და საერთოდ ყველა ინფორმაციას ყველა ხელისუფლებას ამ ქვეყანაში მაგრამ ვალდებული ვარ ეგონა რომ ის რაღაცნაირად ადვილად გადააგორებს კრიზისს და ერთ ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადააგორო და ეს კრიზისისა და კრიზისი ეს არის ჩიხური კრიზისი ქართული ოცნებისთვის. ხალხის ძალა წინ ვერ აღუდგება, მით უმეტეს რომელსაც ხარს უჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.